გამარჯობათ. ეთერშია ტელეკომპანია თრიალეთის საინფორმაციო სამსახური. დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა 9 მაისის საჩუქრები ქარელის რაიონშიც მიიღეს. 9 მაისს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 54 წლის თავის საზეიმო ღონისძიებით ქარელში წაღწევეს. ეს ღონისძიება ტრადიციულად იმ ადგილას ჩატარდა, სადაც კომუნისტური მმართველობის პერიოდში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის რამდენიმე ათასი მონაწილისაგან შემდგარი საზეიმო პარადები იმართებოდა. გუშინდელ დღე კი არც წინანდელივით მონაწილეთა მრავალი ცხონებით გამოირჩეოდა და არც ომის ვეტერანთა განწყობილება იყო მაინც და მაინც საზეიმო. ხოლო დახრიფტუ შენიშნავდი დიდი სამამულო ომის ჯილდოებით მკერდამშენებულ მოხუცეს, რომლებიც ომის დროიდან თავგადასავლებზე საუბრობდნენ. ყველაზე მეტად კი მიუღებელი პენსიები აწუხებდათ. უკვე მერვე თვეა მე პენსია არ მიმიღე. 9 მაისის საზეიმო აღნიშნულდა მიღებულმა საჩუქრებმა მოხუცებს მაინც გამოუკეთა ბუნება. თქმა უნდა მაინც ფასდება, ვინც მოხუცეს გორშიც ვიყავით მიწვეული გუბერნატორსაც ვისაუბრეთ რამე ახლა. როგორ არა ფასდება, მაგრამ ჩვენ მოხუცის და აღრაფერი აღარ შეგვიძლია და ვცდილობთ რომ ჩვენ შევიტანოთ გარკვეული წვლილი ჩვენი სამშობლოს თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე. ღონისძიებამ სულ მალე კულტურის სახლში გადაინაცვლა. მართალია ომის მონაწილეთა დიდი ნაწილი საჩუქრის ხელში პირდაპირ შინისაკენ გაეშვირა ნაწილაკი დარბაზი კონცერტის დამთავრებამდე დატოვა, ამ დღეს ტრადიციას მაინც არ უღალდეს და ქართული მხატვრული ფილმი „ყირიმის ბიჭები“ უჩვენეს. 1 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ ეროვნული პასპორტებით გასცდებიან საქართველოს ტერიტორიის საზღვრებს. საპასპორტო საავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში დაწყებული რეფორმა 2001 წლისათვის უნდა დამთავრდეს. 1 მაისიდან კი გაუქმდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტებით საქართველოს ტერიტორიიდან გასვლა. რაც შეეხება რეფორმის ტემპს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობები შიდა ქართლის მოსახლეობის მხოლოდ 13%-ს გააჩნია. რაც შეეხება რეფორმის დაჩქარება, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია განათლების განყოფილებებთან მჭიდრო კავშირი, ვინაიდან ორგანიზებულად მოხდეს კურსდამთავრებულებზე პირადობის მოწმობების მიღება. მე მიმართავ ყველა შიდა ქართლში მცხოვრებ მოქალაქეს ესე იგი 16 წლიდან ზევით, რომ ყველამ დროულად მიიღოს მონაწილეობა რეფორმაში, შეცვალოს პასპორტები პირადობის მოწმობებით, ვინაიდან დრო აღარ ითმევს უკვე და ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის პასპორტი მოქმედებიდან ნელა-ნელა ამოუხდა. მთლიანად შიდა ქართლის მოსახლეობა 7 საპასპორტო განყოფილება ემსახურება. როგორც ამ სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, ამ მხრივ არც ტოლვილებს შეექმნებათ პრობლემები. ტოლვილებისთვის შეუულებრივად მოხდება გორში საბუთების მიღება და გორშივე მოხდება პირადობის მოწმობების გაცემა. ყველა საპასპორტო აბსოლუტურად რეგიონის საპასპორტო მობილიზებულია. ყველა მოქალაქეს აბსოლუტურად ყველა პირობა შეექმნება იმისათვის, რომ პირადობის მოწმობა დროულად და შემჭიდროებულ ვადებში მიიღოს. ამისთვის ნორმის შეეშინდება. და დროულად არავით არის შეფერხება, არც ერთ საპასპორტო სამსახურიდან არ იქნება. რაც შეეხება ეროვნულ პასპორტებს, 1 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ ამ პასპორტებით გადაკვეთენ საქართველოს ტერიტორიის საზღვრებს, თუმცა ამ მხრივ ცხინვალის რეგიონი კვლავ აქილევსის ქუსლად რჩება. ცხინვალის ტერიტორიიდან წესით არ უნდა ხდებოდეს. მე არ ვიცი ახლა რამდენად მართალია ეს, მაგრამ წესით არ უნდა ხდებოდეს, იმიტომ როგორი საზღვარიც სხვაგან არის, ის საზღვარია ცხინვალთან და არ უნდა მოხდეს საბაჟოზე, არ უნდა მოხდეს მათი გატარება. ყოველ შემთხვევაში აეროპორტები არ უშვებენ ამ პასპორტით და არც მანდედან არ უნდა მოხდეს გასვლა. ამ სამსახურში დაწყებული რეფორმა 2001 წლისათვის მოსახლეობის 100%-ის ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამ დღეებში ქარელის კულტურის ცენტრში სარაიონო დელფიადა ჩატარდა. დელფიური თამაშები მსოფლიოში 1994 წელს აღორძინდა. მისი მთავარი მიზანია ეროვნების ყველა დარგის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ადამიანების გამოვლინა. თბილისში საქართველოს ეროვნული დელფიური საბჭო 1991 წელს დახურდა. გასულ წელს კი ჩატარდა შიდა ქართლის მხარეში პირველი სამხარეო დელფიადა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩვენი რაიონის წარმომადგენლები. მათ 6 პირველი ადგილი და 24 საპრიზო ადგილი გაინაწილეს. ტრადიცია გრძელდება, უკვე მიმდინარეობს მზადება მეორე სამხარეო დელფიადის ჩატარებისათვის.
ქარელის კულტურის ცენტრში ამ დღეებში სარაიონო დელფიადა ჩატარდა. მონაწილეობდნენ რაიონის თვითმოქმედი კოლექტივები, წარმოდგენილი იყო ყველა მხატვრული ჟანრი, მათ შორის საესტრადო ცეკვა, სიმღერა, მხატვრული კითხვა და სხვა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან კულტურის რაიონული განყოფილება და სახალხო განათლების განყოფილება. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გორის დელფიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, გამოყო ყველა ჟანრში გამარჯვებული გუნდები და ინდივიდუალური შემსრულებლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მეორე სამხარეო დელფიადაში. დელფიადამ ქარეში წარმატებით ჩაიარა. იმ დღეს სარაიონო კულტურის ცენტრში ხალხმრავლობა იყო და შეიძლება ითქვას, რომ დელფიადის კონკურსი კონცერტადაც გადაიქცა. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე.